დროების ადამიანს წარმოგიდგენთ თეგეტა ჰოლდინგი. ადამიანი ცვლის დროების ადამიანი. ამ სიყვარულის გამო რაზეც ზის ნამდვილად არაფერი არ აქვს საბოდიშო. პირიქით მიამაყება და ამაყივარ. ჩემი და გიორგის ამბავი კარგი მეზობლობით დაიწყო. კარის მეზობლები იყვნენ, საუკეთესო დედა ყავდა, ულამაზესი ახალგაზრდა გოგო და დედის მამი დაიყო კიდე სახლში. მამა არ ყავს. გიორგი იმდენად საყვარელი იყო, მე და ჩემი კედლის მეზობელი. სულ მაგათთან ვიყავით და ვეხმარებოდით გაზდაში და შვენიერ დღეს ესე მოხდა, რომ გიო ვერავინ ვერ დააძინა, შემომიყვანეს, მე ჩავიხუტე და იმ წუთას დაიძინა. სულ იძახო და მამიდა, რომ რაღაცა ამ ბავშვს აურა გაქვს ისეთიო, რომ სულ შენთან უნდა ყოფნაო. მერე დრო გავიდა, ჟამი გავიდა, ცუდი ცხოვრება წავიდა რა მხრივ ეკონომიურად და ამ მამიდამ გადაწყვიტა, რომ რახან აქ არ იყო ისეთი სიტუაცია, გიოს დედაც სამუშაოდ წავიდა, ვერ აუდიოდნენ, ძიძას ჩააბარეს ბავშვი და თვითონაც აპირებდა სამუშაოდ წასვლას. შვენიერ დღეს ძიძასთან მივიდა და ინახა გიორგი მძინარე, სულ რო ეძინა და დაეჭუდა ეს მამი და წამოიყვანა იმისგან, არადა საბუთები გამზადებული ჰქონდა. უნდა წასულიყო და რო ვეღარ ახერხებდა წასვლას, ჩემ მეუღლეს ვთხოვე, არავინ არ ყავდა ხელი შემშლელი და შემოვიყვან და დავეხმარები და თვითონ გამოუგზავნიან თავის სახარჯობულს ყველაფერს და მე გაზდილს დავახვედრებ. ზუსტად ასე მითხრა ჩემმა მეუღლემ, არც უმატება, არც ეწყინება ნათქვამი. აუ ნანი, შენ ბავშვები ძალიან რო გიყვარსო, შეეჩვევი და გაგიჭირდება დაცილება. სრული სიტყვის მნიშვნელობით გავიბუტი. მოვიდოდა სამსახურიდან გაბუტული ვიყავი და გავიდა 3 დღე და ასე მითხრა, შემოიყვანეო და მე არ დაგწყდეს არაფერზე გული. გავიდა დროჟამი, ისეთი საყვარელი ბუნჩულა იყო გიო წლისა და 8 თვის. ლაპარაკი არ იცოდა, მერე ისწავლა ნელ-ნელა ლაპარაკი ფეხი იცოდა, ხო და? იმდენად საყვარელი ბავშვი იყო, ყველანაირად, იმდენად სათუთი, რომ აი გულგრილად ვერ ჩაულიდა ვერავინ გვერდს. ჩემ დიშვილებს, ძმისშვილებს სულ ყველას ისე უყვარდა, მეტი რო არ შეიძლებოდა. გიორგი იყო მეზობლის ბავშვი და ვეხმარებოდით გაზდაში. დრო მოვიდოდა და უნდა წაეყვანათ. ჩამოვიდა გიოს დედაზე წინ მამი და სანამ ის ჩამოვიდოდა, გიორგის მისცა ტემპერატურა, მაღალი სიცხე და წავიყვანე პოლიკლინიკაში ექიმთან. გასინჯა გიორგის არაფერი არ აჭირს. რა ხდება, ექიმი იძახის, რამე ხო არ არის თქვენ შორისო და ხო არ ნერვიულობსო? არა, მეთქი ჩამოსდის, მეთქი ბებია და მეტი არაფერი თქო და რო გამოვედით კლინიკიდან, სასტუმროსთან შადრევანია და იმ შადრევანთან ზემოთ ბეტონზე რო ვატარებდი, ეგ უყვარდა და რო გამოვიყვანე, ვატარებ იქა და ვლაპარაკობთ ეხლა, ხვალ ჩამოვიდეთ დედიკო მეთქი და უცებ გამაჩერა ბავშვმა. ხვალ მე და შენ ერთად ვიქნებით დედიკო. როგორ არა თქო, დედიკო და შვილი ყოველთვის ერთად არის. ამოვედით სახლში, ტემპერატურას დამთავრდა და ყველაფერი. აბსოლუტურად არ ქონია ტემპერატურა. ეს ბებია რო ჩამოვიდა, შეუყვანე გიო ღამე იმასთან რო გაჩერებულიყო და არ დააძინა ეს დაღლილი ქალი, სულ ეუბნებოდა ლოგინში, რომ ჩემი დედიკო ასე სუნთქავ, ჩემი დედიკო ასეა და ღამის 3 საათზე დააკაკუნა, შემოიყვანა და ასე გვითხრა, რომ ჩემ მეუღლეს პირდაპირ უთხრა, ვიცოდი რომ აი ძალიან საოცრებები იყავით და დაამტკიცეთ ჩემ თვალშიო და თუ გინდა თქვენ გვარზე გადაიყვანეთ და ხმის გამღები არა ვარო. წლები აგზავნიდნენ თანხას, რომ გიორგის ყველაფერი გონოდა. ნამდვილად არაფერს არ აკლებდნენ, არც ერთი იმდენად შეგნებული პიროვნება იყო. და ისე მოხდა, რომ
დედამისი რო ჩამოვიდა ერთ თვეშივე გარდაიცვალა. გულით იყო დაავადებული და გარდაიცვალა მალე. ვერც მოვასწარით ვერაფრის დალაგება, ვერც ვერაფერი მე არასოდეს ახლა მეშვილი არ მყავდა ჩემი და ნამდვილად არავის არ წავართმევდი შვილს პირიქით. ჩვენ ერთადერთი რა გავაკეთეთ. ამ გაზდიდან ჩემმა მეუღლემ და ჩემი დაქალის გოგო მონათლეს გიორგი რო ნათლი მირონობით ყოფილიყავით სულ ახლოს. არ დაგვეკარგა ურთიერთობა, მაგრამ დედა რო გარდაიცვალა, ნამდვილად დედიკოს მეძახოდა და არც იყო ისეთი სიტუაცია, რომ ის ქალბატონიც უკვე ასაკში იყო და აი ვინმეს რო აღეზარდა და ნამდვილად არ მithქვია უარი. დღესაც ბიოლოგიური დედის გვარს ატარებს, ესე იქნება სანამ მე ცოცხალი ვარ. სამარც მე თუ მომიტან დაიებს, მერე საღამოსკენ ჩვენ ვარდებით ავდიოდით დედის საფლავზე ყოველთვის. თორე ის რო არ ყოფილიყო, არც გიო იქნებოდა ჩემთვის ბედნიერება და არც მე ვიქნებოდი გიორგისთვის დედიკო. მაგან გაგვიკეთა ეს გზა კვალიცხონებულმა და ის 9 თვე რო ატარა, იმაში დიდი სიყვარული ჩადო და ძალიანაც უნდა და ყველაფერი დაელაგებინა, მაგრამ იყო ისეთი ცხოვრება და მოუწია წასვლა. დედების წინაშე ქედს ვიყრი, ხელები ამიწევია, ვისაც მოცლით უტარებია შვილი, მაგრამ მე ასე ვიტყვი ხმამაღლად, ორმაგი წვა და დაგვა. ვაი თუ ეს არ გაუკეთო და ჩემი არ არის და იფიქროს, ყველაფერი ხო იცოდა. ვაი თუ აქ არ ვასწავლო და უნდოდეს და ეწყინოს. ბაღი რო დავამთავრეთ და სკოლაში რო შევედით, კითხვა ჩემი ყოველთვის ეს იყო, გიო, რამე სურვილი ხო არა გაგდედიკო? რამე ხო არ გინდა ცეკვა, მუსიკა, არაფერი დაგვიტოვებია. ინგლისურისკენ მიდრეკილება ქონდა წლები არა, სიყვარულის სითბო, ენერგია რა ჩვენ ოჯახში ტრიალებდა, ყველაფერი გიოს სულშია, რომელსაც აქეთ ორმაგად გვიბრუნებს ახლა. სკოლაც ბრწყინვალედ დაამთავრა, ხმამაღლა შემიძლია 23 საშუალო სკოლა რო დაამთავრა. დირექტორის კაბინეტში ისე იჯდა და ისე მეგობრულად იყო, რომ და დამრიგებელი ბრწყინვალე ყავდა, აი საუკეთესო მოსწავლე იყო და დაამთავრებინეს მართლა საუკეთესოდ ყველაფერი. მერე სამედიცინო სურვილი გაუჩნდა და მართლა შეაბარა დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში. გეცოდინებათ ალბათ, რომ მესამე კურსის სტუდენტია. და მიუყვებოდი დინება ბრწყინვალედ. მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა საქართველოში ისეთი ცხოვრება, გიორგის კი არა, მეც მიმიწევს ყოველ წუთს გული გარეთ. მე რომ მდგარიყავი იქ, მეც ასე მოვიქცეოდი. სულ ვკითხულობ რა ადგილას იდგა, იქ უნდა ავიდე, ჟინი მაქვს ეგათქო. რომ ეტყვიან, რომ იქ შენ ვერ ახვალ, არა, მაინც უნდა ავიდე. დღეს დაძაბულ ცხოვრებაში საქართველოს დუხჭირში როცა წვალობ, ამდენ ჯახირობთ, ამდენი ვარამი არის, ცრემლით სავსე თვალით რო დავდივართ ამდენი დედები და რო უყურებ შენ გვერდით, ნაგვის ბუნკერთან რომ მიდის მოხუცი და იქიდან პურის ნამცეცებს იღებს, ამის ყურება ცოტა ძნელი არის. გარედან ლამაზად ჩანს ყველაფერი, მაგრამ შიგნით ღმად რო ჩავიხედავ ცხოვრებაში, ძალიან რთული ცხოვრება გვაქვს. დაიშალ. წინააღმდეგ შეხებაში ფესტივალს გამოყენებული იქნება კანონის გათვალისწინებული ღონისძიებები. გიორგი აპრილის თვეში რო იყო აქციები, მაშინაც დადიოდა, რეზინის ტყვია რომ მოხდა ერთი თვე დასიებული დადიოდა. ხმა არ გაგვიღია და დაგქონდა ეს წამლები, გეცოდინებათ გიორგი კლინიკაში იმუშავა, კოვიდის დროს. ხო და სუიცოდა ეხლა ის პირველადი დახმარების საშუალება, თვალის წვეთები ჩაილაგებდა ზურსან და ჩანთაში მოიკიდებდა, არასოდეს არ მithქვია არ წახვიდე. შეიძლება ვიღაცის თვალში, რომელიც ფუფუნებით არის და თავისი შვილი კალთის ქვეშ ყავს ამოფარებული, ის იტყვის, რომ რა დედა, ყოჩახ რა კარგად უნდა გამეგზავნა, უნდა წასულიყო და გაჭირვებულს ყოველთვის უნდა დახმარებოდა. დადიოდა აპრილის თვეშიც, მაისშიც, როგორი წუხილი და დარდი ქონდა, იცით? აი მე რომ მაქვს, სხვასაც უნდა გქონდეს. სხვას რო ტკივა, მე უნდა მტკიოდეს და მე უნდა მქონდეს თავისუფალი და ბედნიერი საქართველო. იმიტომ რომ
ჩვენი მომავალი თაობა და ჩვენი შვილები ჩვენვე ავღზარდოთ სასიკეთოდ და გქონდეთ ნათელი მომავალი. იყო საქართველო გაბრწყინებული, სულ ასეთი პასუხი ქონდა გიოს. მე ვეკუთვნი საქართველოს, როგორც საქართველო მე მეკუთვნისო. სულ ასე ამბობდა ყოველთვის. მოვიდა ეს საშინელი დღეც. გაგვითენდა ეს დღე. 29 ნოემბერს იყო აქციაზე, დილით მოვიდა აკანკალებული, სუსველი, პლედი ქონდა მოფარებული, ვიღაცამ მოახვია იქა, გამოიცვალა და დაწვა. გამოიძინა, მთელი დღე იმდენად იყო დაღლილი ეძინა. საღამოს მამამისმა სამსახურიდან რომ მოვიდა შეაღვიძა და უნდა წავსულიყავით ჩემ ძმისშვილთან წილკანში წავედით იქ დედაშვილი. კვირა მოდიოდა და უნდა ვყოფილიყავით პატარა ბავშვი ყავს ჩემ ძმისშვილს და წავედით იქა კვირას კიდე იქ 1 დეკემბერს ალბათ ესე მგონია ლოკაცია ვქონდა ორივეს ტელეფონში ჩართული და მოგვადგნენ დაუკითხავად ჭიშკართან არავის არ დაუძახია პირდაპირ სახლის კინის კარებზე ბრახუნი სტუმრები იყო ოჯახში შემოვიდა 3 ზორბა ერთი წუთიო ჩავლეს გიოს ხელი სურათი გადაუღეს ვიღაცას გადაუგზავნეს და 2 წუთში ჩააფრინდნენ ხელებში ხელი გვეკიდა დედაშვილს ერთად ასე მივდევდი ხელიდან გამაგდებინეს ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სანამ წაიყვანდნენ გავაფრთხილე ხელი არ დააკაროს არავინ ჩემ შვილს თორე განწარებული დედა თუ არ გინახიათ მე ვიქნები თქო 3 მარტს მაღაზიის წინ გაჩერდა კურიერის მანქანა იკითხა ნანი წულაია აქარიო გადამოვიდა ეს გიორგისგანო მომაწოდა კიბეზე ვეღარ ავედი რომ წავიკითხე დედა კილოცავ მიყვარხარ იმ წუთას დამირეკა ყვავილი რომ უნდა დამედო და ამ ყვავილთან ერთად ის ზარი იყო ბრწყინვალესი ის ხმა იყო განსხვავებული ის დღე იყო საოცარი წერილებს ხშირად მიგზავნის ისე ლამაზად დაწერილს კარიგრაფია ძალიან ლამაზია პირველი სიტყვა პირველი მოკითხვა დედიკო მამიკო როგორ ახართ მე ახლა შეგნებულად სულ ჩემსკენ რო გქონდათ ყურადღება დრო მოგეცით ერთმანეთს უფრო რო გაუთბოთ გული და ზარი რო შემოვა ციხის ზარი როგორ აგეხსნათ ეგ ზარია ის სიტკბო რო ხმას გავიგებ მაგრამ ის ნომერი რო დაეწერება აი თავზარი რო დაგესხმება ციხია მაინც მაგრამ მე მედგრად და აბა რაშურებით გარეთ პირველი კითხვა გიოს მედგრად ვართ სულ ყველა ჩვენ უკან არ დავიხევთ შენ ვერ დგეხარ რუსთაველზე მე ვიდგები ყოველდღე ვივლი ყოველდღე და რომელ დედებსაც ჩვენი შვილები იქ ავყავს ყველას ერთმანეთში ხელი გვაქვს ჩაკიდებული თქვენ მადლობა ამდენი უცხო ადამიანი რო დაგვაყავეთ სულ ასევე უბნები მართლა ერთ ოჯახად ვიქეცით სულ ყველა და ჩვენ ხელს რო ჩავკიდებ ჩვენ შვილებს აცი ვერავინ ვერ გაგვაშვებიებს და სანამ ხელს არ ჩავჭიდებ ჩვენ შვილებს ვერავინ ვერ გაგვაჩერებს კიდე უფრო მედგარი გული აქვს უფრო ამაყია იმით რომ აი სიგლახისთვის არ არის რამე ისეთი სამშობლოს სიყვარულისთვის ეხლა მე რა მოვა დრო გამოვალ ყველაფერი კარგად იქნება მე რა ეთყობა ასე იყო საჭირო ეთყობა ჩვენი სიყვარული ვიღაცამ ვერ აიტანა იმის გამო ჩამსვეს აქ არა უშავს ავიტან ყველა ხშია წყურია გაკლი არაფერიც არ მაკლია ძალიან კარგადაა პასუხია გიოსი ყოველთვის ეხლა ბოლოს სასამართლო რო ქონდა რომ გადმოიყედა ეს ბევრი მშობლები კაციას დედაც იქ იყო მარეზიც იქ იყო გოშაძის დედა სულ ყველა ბევრი ვიყავით ესე იგი სულ კოცნა უგზავნა ყველას და ღიმილი რომ აუ რამდენი ხარ და რა კარგები ხარ და აი მაინც ვახერხებთ ერთმანეთთან იმ სიტყვაზე გულების გაგზავნას და კოცნის გაგზავნას მე პირადად სასამართლოზე ხმამაღლა გეტყვი
რისთვის დავდივარ? ის ნახევარი საათია, 20 წუთია ბედნიერმა უყურო ჩემშვილს, რომ იმის თვალებში მესევდას ვერ ვხედავ. დახრილ თვალებს ვერ ვხედავ. იმ სინანულს ვერ ვხედავ, რომ დედიკო ბოდიში ეხლა მე იქ რო ვზივარ და ეხლა შეიძლება მაგან მომებოდიშოს, იმიტომ რომ ჩემი მარჯვენა ხელი იყო და ლექციიდან რომ მოვიდო და სამსახურში მომაკითხავ და სულ ერთად ვიყავით, ყველა საქმეს ერთად ვაკეთებდით და ამისთვის შეიძლება მომებოდიშოს დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, თორე ამ სიყვარულის გამო რაზეც ზის, ნამდვილად არაფერი არ აქვს საბოდიშო. პირიქით მიამაყება და ამაყივარ. ჩვენმა შვილებმა ისეთი სიყვარული ჩამოაყალიბეს, თუ ჩვენ ვიცოდით სიყვარული, ამ შვილებს უფრო ღმა სიყვარული წოდნიან. მადლობა უფალს ესეთი ბიჭები რო გაგვაზნევინა და უფრო ბრწყინვალედ ვივლით ყველა დედა. ამაყად და დიდი სიყვარული და ერთი ნათესაური ოჯახი გვაქვს ყველას. ვიქნებით ერთიან. ჩვენი მთავრობა რო იძახის თქვენ ომი გინდათ, ჩვენ ომი არ გვინდა. მაგრამ რახან ეგრეა წოდებული, ჩვენ ამ ომს დავამთავრებთ აუცილებლად. აუცილებლად გავიმარჯვებ, ჩვენ შვილებს ხელებს ჩავკიდებთ და გაბრწყინებული საქართველოსთან ერთად ვივლით ამაყები რუსთაველზე ისე პირნათლად და ისე გაღიმებულები, ჩახუტებულები, როგორც ეხლა ვართ ხელჩაკიდებული დედები, გავივლით სულ ყველა ერთიანად და 31 დეკემბერი მე მგონი მონაგონი იქნება. მთელი საქართველო რო ერთმანეთში იყო ჩახუტებული. ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. დროების ადამიანს წარმოგიდგენთ თეგეტა ჰოლდინგი.